სახალხო დღესასწაულის საბაობა 2014 7 ნოემბერს მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა. სულხან საბა ორბელიანის იუბილეისადმი მისვლილი კვირეულის ფარგლებში 4 ნოემბრიდან ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა, თუმცა დასკვნითი დღე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მოეწყო სახალხო სეირნობა, შეჯიბრებები, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, წიგნების გამოფენა გაყიდვა, ყვავილების ფესტივალი და მარათონი სირბილში. მე ძალიან მომწონს ეს მარათონი, დავბივარ და ყველას ულოცავ საბაობას. 3-4 სახეობის ყვავილები მაქვს, კაქტუსები, ოთახის ბეგონიები, ხეყვავილები. მოსწონთ ეს ღონისძიება ყვავილებით და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ. ქალაქში საზეიმო განწყობას უფევდა. დღესასწაულმა ყველა გაერთიანა. ღონისძიებების სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის იყო გათვლილი. მუნიციპალიტეტის წინ მოსწავლეებმა ასფალტზე შექმნეს ნახატები სულხან საბას იგავ-არაკების მიხედვით. პატარებისათვის გაიმართა თოჯინების თეატრი. აქვე მოსახლეობის განწყობაზე ზრუნავდა ანსამბლი მასპინძელო. ძალიან კარგი ამინდია და შესაბამისად საბაბა ძალიან ბრწყინვალეა და ძალიან მოგწონს. ასეთი რამე მე მგონი ბოლოში არ მომხდარა. იმის გამო რომ სულხან საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმში სოფელ ტანძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წელს სახალხო ზეიმი ქალაქში გაიმართა, რამაც ღონისძიებას უფრო მასშტაბური სახე მისცა. საბაობა მართლაც მნიშვნელოვანი დღესასწაულია ბოლნისელებისათვის და არც წლევანდელი წელი გვინდოდა გამონაკლისი ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტანძიაში არ ტარდებოდა და ხალხისთვის შეიძლება ეს მართლა ცუდი ფაქტი ყოფილიყო, ცუდზე მიმანიშნებელი, რატომ არა ტანძია, სადაც საბას ნატერფალებია და ამდენად შეიძლება თუ ამას გავითვალისწინებთ, საერთოდ არ ჩატარებულიყო წელს საბაობა, იმიტომ ტანძიაში ინფრასტრუქტურა ცოტა მოსაწესრიგებელია და ამიტომ ბატონ გოგიმ გამგებელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თქვა რომ ჩვენ მაინც უნდა აღნიშნოთ და ამჯერად უნდა იყოს მასპინძელი რაიონული ცენტრი. მოგეხსენებათ სულხან საბა ორბელიანი გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული ბოლნისელი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მისი ღვაწლი შეუფასებელია როგორც ქართული მწერლობის განვითარების საქმეში, ისევე ქართული დიპლომატიის საკითხებში. და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ადამიანის იუბილეს, რომელიც თანამედროვე ბოლნისის ერთ-ერთი ისტორიული პერსონაჟია და შეიძლება ითქვას, რომ სულხან საბა ორბელიანი ყველა ბოლნისელისთვის სათაყვანებელი პიროვნებაა. კულტურის სახლის ეზოში სულხან საბას ძეგლთან გაიმართა სადღესასწაულო ცერემონიალი. ბოლნისის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე ეფრემა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა. სულხან საბა საკუთარ თავში აერთიანებს სამშობლოს სიყვარულს, რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი სასულიერო თუ საზოგადოებრივი მდგომარეობისა, პროფესიისა, ასაკისა, შეხედულებისა, ჩვენ ვერთიანდებით ერთში, სამშობლოს სიყვარულში. საქართველოს სიყვარულში, სწორედ ამის განსახიერება იყო სულხან საბა ორბელიანი. სახალხო დღესასწაულს მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ესწრებოდა, რომელმაც ბოლნისელებს საბაობა 2014 მიულოცა. მოგილოცავთ საბაობა 2014-ს. პირველ რიგში რა თქმა უნდა ბოლნისელებს, აქ ჩამოსულ სტუმრებს და სრულიად საქართველოს. სულხან საბა ორბელიანის ნაირი მოღვაწეები არიან მაგის ღირსები, რომ დავაფასოთ და სერიოზული მასშტაბური ღონისძიებები ჩავატაროთ ყოველ წელიწადს. სახალხო ზეიმი ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გამართული თეატრალიზებული სანახაობით დასრულდა. 2 ცხრილიდან საქართველოს გაჰყურებს საბა და საბას ნატერფალზე. მონაწილეებმა საზოგადოება მცირე დროით სულხან საბა ორბელიანის ცხოვრების გზაზე ამოგზაურეს. დღეს როგორც ნახეთ, ახალგაზრდებმა საბას ცხოვრებისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. წარმოაჩინეს მისი ღვაწლი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და ძალიან მიხარია, რომ ეს ბავშვები, კარგი ახალგაზრდები ქართულ სიტყვას, ქართულ გენს ამართლებენ.
სულხან საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის მონაწილეები იყვნენ ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექტი, კულტურის სახლის შემოქმედებითი კოლექტივები, ნომერ 1, ნომერ 3, ნომერ 5, სოფელ ტანძიის, რაჭისუბნის, დისველის საჯარო და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია. კვირეულის ორგანიზატორები და პროექტის ავტორები იყვნენ მარინა გროშკოვა და იზო ნიავაძე. ღონისძიებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და კულტურის ცენტრის პატრონაჟით გაიმართა. სახალხო დღესასწაულის საბაობა 2015 წელს კვლავ დაუბრუნდება საზოგადოებას.